შეგიძლიათ ყველას ერთად ან კონკრეტულ მონაწილეს დავუსვათ. ამოჯერად დიდი მადლობა, მე ვარ კეთი და ჩემი კითხვა არის ასეთი, ამ წუთას ყველა ადამიანი ვინც პროტესტში ჩართულია, შეიძლება თავად არ გამოდის, მაგრამ ძირითადად არის პროტესტში ჩართული, რაღაც საქმეს ეცებს. და ასეთი გასაკეთებელი საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ ადამიანებს გვიჭირს ცოტათი ჩვენი როლის პოვნა, ფუნქციის პოვნა ამ პროცესში. ამას როგორ უყურებთ მაგალითად, რომ ეს როგორ უნდა შეიცვალოს და ისეთ ადამიანებსაც, რომელიც მაგალითად არ ეძებს განსაკუთრებულად, მაგრამ შეუძლია რაღაც კეთება, ჯერ პირველ მწვანეებამდე როგორ უნდა მივიდეთ ამ პლანის მქონე გამოპლანებთ, რომელიც ეძებს. და მეორე მაგალითად იქამდე იმ ადამიანებამდე, ვისაც უნდა რაღაც კეთება, მაგრამ ასაკტურად არ ეძებს, თუმცა კვირაში 5-10-საც გამოყოფდა, რაც არ არის ცოტა დრო პროტესტისთვის. ამ შემთხვევაში ასამბლეის კუთხით ცოტა სხვანაირად შეიძლება დავინახო ინიციატივა, მაგრამ რეალურად ინიციატივები სხვადასხვა სახით არსებობს. ჯგუფები ეცდებიან გაერთიანებას, საერთო ძალებით რაღაცა პროექტების გაკეთებას და ამავდროულად თავის პირველად მოქმედების გაკეთებას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კიდევ ტექნიკური ქონდა ამ ჯგუფების ასამბლეის წევრები იქნებიან თუ არა იმათი ამ ჯგუფის წევრები არა ხო არაფერი შეიძლება ხო ჩვეულებრივი პროტესტის მონაწილეები უნდა ეს სამუშაო ჯგუფი ამ შემთხვევაში რაც თქვენ ახსენეთ იქნება კონკრეტულად აი ამ სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მოქმედი თუ ზოგადად თავარი რაღაცა მოქმედებების და პროტესტის რაღაცა წერტილების გაჩენაში თავარი ინიციატივა ამ სამუშაო ჯგუფიდან წამოვა და დანარჩენი მერე ის მოქმედი გარე დეცენტრალიზების პრინციპით ჩართული ჯგუფები უბრალოდ მიიღებენ მარკის მოცემულობას და რაღაცნაირად ჩაერთვენ ან არ ჩაერთვენ. აი ეს სამუშაო ჯგუფის პროგრამები კიდე ერთი კითხვა ნახე გარკვეულწილად კონსტანტინემ დააჟღერა ეს კითხვა. აქ ხანდა ზოგადად გამოსვლელს უსვამდა კითხვას, მაგრამ საზოგადოებასთან მექნებოდა კითხვა, რომ აი ბატონ დავითის წარმოდგენილი, ესე იგი წინადადება რამდენად შეიძლება ტექნიკურად ჟღერდეს და შეიძლება ერთი შეხედვით მოსაწყენად ჟღერდეს, მაგრამ ასამბლეაში, ვინც ასამბლეაში ვარ დაკავებული ამ თვეების განმავლობაში, ყოველთვის ამას ვამბობ, რომ წლების განმავლობაში, არა მარტო ახლა ბოლო 6 წლის, არამედ ბოლო 3 წლის განმავლობაში 100,000-ობით ადამიანი გამოდიოდა, დეცენტრალიზებული და სხვადასხვა ინიციატივები უამრავია, მაგრამ ეს ყოველთვის მოინელა რეჟიმი. რატომ? იმიტომ რომ ამ დეცენტრალიზაციებს შორის არ არის ერთგვარი სტრუქტურა და აი თქვენ როგორ ხედავთ, რამდენად გასაგებია და რამდენად აუცილებელია თქვენთვის და როგორ ხედავთ თქვენ ჩართულობას აი ამ სტრუქტურული მოდელის შემუშავებაში, რომელიც შეიძლება თავიდან ადამიანს ეკონოს, რომ მოსაწანია რა დროს ესა ან ვიცით თუ არა რომ მუშაობს ვარ, მაგრამ მგონი ეს არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ასე თქვა გააქტიურება უფრო მეტად და რეჟიმმა უკან დაიწყოს. სხვანაირად დაკარცებულია რაღაცა სულთქვა გვერდოს და ეთნიკები გვერდოს ასე თქვა. ალბათ 3-4 წლის განმავლობაში მაინც ის პოლიტიკური სიტუაცია დაცემას. იქიდან გამომდინარე. როგორ ვაპოვნოთ ხალხს თავისი საქმე? და ცენტრა არის საქმე, რაც შეიძლება იპოვონ და როგორ შეიძლება თვითონ ჩაერთო საქმის სხვებისთვის გაზიარებაში შეიძლება ცდილობენ. შეიძლება დავყო ზუსტი პასუხი მაქვს თუ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაინც მე ვფიქრობ რომ მოქმედება არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის იქნება ჯგუფი ან ხალხი, რომლებიც იტყვის რომ რაღაცა თავისი როლი ვერ ნახა, თავისი
მისაღები რაღაცა ჯგუფი ვერ ნახა და ასე შემდეგ. ამიტომ მგონია რომ ჩვენ მაინც ვთქვათ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ერთ-ერთი პასუხი ამის არის რაღაცა ესე იგი რაღაც საყოველთაობის, აი თუნდაც აი ჩემი აზრით ხო, იმიტომ არ ვემხრობი რაღაცა ერთი სახელის ქვეშ მოქცევას რაღაცეების ხო. იყო ეს მცდელობები ხო, იგივე ერთობის მცდელობა და ასე შემდეგ. მე არ ვემხრობი, იმიტომ რომ მგონია რომ თქვა ამ პროტესტმა რაც აჩვენა, რომ ეს მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მცდელობა ასეთი მრავალფეროვნების ჩვენების იყო 21 მაისს, ხო, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ჩვენ შევეცადეთ, რომ რაღაც აი ყველა ჯგუფს ქონოდა თავისი ასე ვთქვათ გასახანი, ანუ ოჯახებს ქონოდა შესაძლებლობა რომ გამოსულიყვნენ თქვა თავიანთი შვილებით, ბავშვებით, ყოფილიყო რაღაცა კონკრეტული აქტივობები მათთვის, საღამოს თქვა უფრო ყოფილიყო ისეთი აქციის ტიპის დემონსტრაცია, შეიძლება თქვა იქ რაღაცა მუსიკალური გაფორმებაც იყოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თქვა იგივე სხვა პრაქტიკებსაც რო შევხედოთ, ჩვენთან არ მოსწონს ხოლმე ხო, აი აგვეზე იმება და რაც არის ესეთი რასაც მე არ მივესალმები ხო რაღაც პირდაპირ ჩახშობა იდეების და რაღაცა უფრო რადიკალური მცდელობები, რევოლუცია გვინდა, გეგმება ვინმე დაუშალა, გეგმება ვინმე აღკვეთა ეს რევოლუცია და აი იქ ვართ და ჩვენ ხელს არავინ არ უშლის და თუ ვინმე შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ის რომ თქვა ამ ტიპის აქციებში თქვა რაღაცა შედარებით სახალისოც ასე ვთქვათ უნდა იყოს და ანუ უნდა მოსწონდეს ადამიანებს და უნდა იზიდავდეს ხო, ანუ რაღაცა მიბზიდველი უნდა იყოს ამ აქციებში ხო, პროპაგანდა ეხლა მუშაობს, რომ მთლიანად გამოგვაცხადოს ყველანი გიჟებად, გადარეულებად საქმე რო არ აქვს და ამიტომ თქვა ხშირად ეს მუსიკალური ელემენტი ამ მხრივ მნიშვნელოვანია. კიდევ რაღაც ან ბევრი ტიპის აქტივობებში რაც მთავარია თქვა იგივე არ პოლიტიკურ რაღაცა ჯგუფებში ხოლმე არის რაღაცა ეს მრავალფეროვნება ხო, იდეოლოგიური კუთხით იქნება თუ რაღაცა პერსონალებთან მიმართებით და კულტურის ჯგუფი არის, რა ვიცი მთის ასე შემდეგ და ამიტომ მე მგონია რომ ამ მხრივ მაინც არჩევანი დიდია და ცენტრში. ბატონო ცენტრში. მაგის არჩევანი დიდი არის თქვენ. კი, მაგაში გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ეს აი რაც ჩემ სიტყვაში თქვი, კი, მაგაში გეთანხმებით, რომ რეგიონებში სამუშაო არის ძალიან ბევრი და არა ერთჯერადი ხასიათის, არამედ ჩვენი კავშირები უნდა დავამყაროთ და უბრალოდ უნდა მოვხსნათ. მაგაში გეთანხმებით, მაგრამ ცენტრშიც არის ეს პრობლემა, მაგას ვამბობ და ცენტრშიც ვთქვათ ამ კუთხით რაღაცა ამ ჩვენს პროტესტს ხანდახან ეს ახალისება ჭირდება ხოლმე და ხო, ეს არის ჩვენ შემთხვევაში გვაქვს სია პრინციპში რა რესურსებიც გვჭირდება რეგიონის ჯგუფს და ეხლა მაგალითად ძირითადად ჩვენ ვეძებთ ხოლმე თუნდაც მუნიციპალიტეტში არის სოფლები, სადაც ვერ ჩავდივარ არ ყავს ნაცნობი. აი ეს კონტაქტების მოძიებაშიც რო ვერ მედავახმაროს, ესეც ჩვენთვის პლუსია. იგივე შეიძლება იყოს ეს გადაცის დარიგება, ამაში ჩართულობა. მთავარია რომ თუ თქვათ ის ადამიანი იზიარებს ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რომ სწორი გზა არის, იმისთვის სადაც მივდივართ, რომ რეგიონში უნდა რაღაცა ჩაერთოს და მგონია, განსაკუთრებით მგონია, რომ გადააცნობიერებს განსაკუთრებით ცენტრში, რომ რეგიონზე ფოკუსი ძალიან მნიშვნელოვანია და არის სხვა გამოუცემელი. გაზეთები ჩაქვთ ხოლმე ეს სინდისის პატიმრის მშობლებს და ესაუბრებიან ადგილობრივებს რეგიონში, მათ შორის მუხაში სოფან ჩამოსულები და ეს ძალიან სრულად განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ, მაგალითად ადგილობრივებს მე ვიყავი იქ, რომ თქვათ მე რომ წავიღო გაზეთი და დავვრიგო თუნდაც ადგილობრივს იმას სხვა რეაქცია იქნება და მშობლებმა რომ ჩაუტანეს და ყველა საფეზე ცნობა, მე თქვათ იქ ადგილობრივები ემუტებოდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ განსაკუთრებით თავმჯდომარეები და ასაკოვანი ხალხი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ეხლა ეს მშობლები, რასაც გადიან რეგიონებში და აი ესე თქვათ ვიღაცას თუ მიაჩნია რომ რეგიონებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, ჩვენ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალურ ასამბლეას გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, იგივე იქნება ეს თქვათ გაზეთის დარიგება, ვიცი კონტენტის მომზადებაში ჩართულობა, ხო, ბევრი არის ისედან ვინც ერთვება თუნდაც მედია პლატფორმის შექმნაში და შემუშავებაში. ასევე მაგალითად ეხლა თუ რომელიღაც მუნიციპალიტეტში შესტკივაგული ჩვენ რეგიონის ჯგუფს შეუძლია დავუკავშირდეს და ჩვენ გამოცდებას გამოსიაროთ და იგივე შეუძლია გააკეთოს თავის მუნიციპალიტეტში. ან თუნდაც მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. რეალურად ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ შევქმნათ პოზიტიური თვის წესრიგი,
იმიტომ რომ ერთი ხალხი რეგიონებში თავს არიდებს პოლიტიკურ თემაზე საუბარს, რასაც თქვათ პარტიულ საზოგადოებიან. ასევე ცდილობენ, რომ ქართულ ოცნებასთან ნაკლებად მოვიდნენ დაპირისპირებაში, თუნდაც ეხლა რომ გააკეთეს შეხვედრა თუნდაც მურანში, სოფელში, სადაც 7000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და უთხარი დამუშავებად და ვისაუბროთ რეჟიმის რეპრესიებზე, ხო? არავინ არ მოვა, იმიტომ რომ მოვიდეს ყველაფერი, გამგებელმა იცის, ვინ დაესწრო იმ შეხვედრას და ეს ესეთ შანსი არ აქვს, ეს კომუნიკაცია დაამყარო. ამიტომ არის, რომ იმისთვის, რაც ნეიტრალური თემა, იქიდან უნდა დაიწყო აქტივობა და კომუნიკაცია და ამაში თუ ვინმე მოხმარება და ჩაერთვა კათოლიკეების ჯგუფს, გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე და ისეც ნაშრომზე დამოკავშირდეს და ჩვენ გვიწია ჩვენ იქსაც გავუზიაროთ და ის საქმის გადავნაწილოთ, რასაც ეხლა ვაკეთებთ და რეალურად ადამიანურ რესურსს ვაკეთებთ. ერთი შეკითხვა მაქვს ის წინ შეხვდა ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ წინ კიდევ ორი შეკითხვა იგივე ისინი დაამთავრეთ, მე მეორე რამის და შეცვალა. ხო, მე მოკლედ ვიტყოდი, რომ აი მობილიზაციის ქსელის მოდელის ინიციატივას ზუსტად მაგ დანაკლისის პასუხად გვაქვს წარმოქმნილი. არიან ადამიანები, ვისაც უნდა ჩართვა, შეიძლება ზოგმა იცის რა ფორმით უნდა ჩართვა, პროტესტის გამხატვა იქნება ეს თუ სადამკვირვებლო მისია თუ სამაშველო მისია, მაგრამ არ იცის როგორ შეუძლია თვითონ კონკრეტულად რა საქმეში შეუძლია რომ ჩაერთოს. მეორე მხრივ არის რაღაც ინიციატივები, რომლებსაც კარგად აქვს წარმოდგენილი რა არის შემდეგ უნდა გაკეთდეს, აი კონსერვატული და პოზიტიური დღის წესრიგი აქვთ, იციან ისკენ მიდიან და რა ნაბიჯები უნდა გადადგან და სჭირდებათ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ამაში დაეხმარებიან და ჩაერთვებიან თავიანთი კომპეტენციით და თავიანთი თანამონაწილეობით. აი ესეთი ადამიანების, ესეთი ჯგუფების და ინიციატივების შესახვედრებლად იქნებოდა კარგი, რომ ქონოდა გარკვეული ეს თანაქმედების მოდელი აწყობილი და წარმოდგენილი. დაგვეხმარებოდა ეს სწორედ ამაში და ხა ზაპასუხები არ გვაქვს დღესდღეობით, მაგრამ გვაქვს გარკვეული სასაფუძვლო კონცეპტუალური მიდგომები, რომლებიც ჩვენ მგონია, რომ დამუშავების შემთხვევაში მოიტანს ამ შედეგს და სინერგიას, კოორდინაციას, კონსოლიდაციას უფრო შესაძლებელს გახდეს. შემდეგი რა კითხავს თორემ მოდელებს ეხებოდა და რეალისტების არამედ ამსტრებსაც შეუძლიათ ჩაერთან. თქვენ როგორ ხედავთ ამ მოდელების შემუშავების თუ ამუშავების სასწრაფო შემუშავება არ არის საკმარისი მე უნდა დაინერგოს ხო რაღაცნაირად. ჩვენ პრინციპში ყველაზე ორი პერსპექტივიდან დავინახეთ ეს რომ არსებობს პრაქტიკა, რომელიც შეიძლება იფუძნებოდეს გარკვეულ თეორიასაც, ხო, იმის შესახებ, როგორ იქნებოდა უკეთესი მოქმედება, ეთნოგრაფიულად ჯანს, ხო, რაც ალაპარაკოს, ეს არ არის უბრალოდ მოქმედება და რომელსაც მოსდევს თეორია, რომ არსებობს რაღაც თეორია იმის შესახებ, რაზე რეაგირებს საზოგადოება, როგორი იქნებოდა უკეთესი გზა მათთან კომუნიკაციის დამყარების, რა ინსტრუმენტები არსებობს, როგორ შეიძლება ამ ინსტრუმენტების გამოყენება აუცილებელია და მე უკვე რაღაც კონკრეტული ადამიანების ზედა შეიძლება იყოს საჭირო იმისთვის, რომ შეავსო, ხო ეს სტრუქტურა. ესე როგორც კოდარაც აღწერდა, რომ რაღაც თელობები არის, ექსპერიმენტებია და მე ამ ექსპერიმენტებში გაჩნდება ხოლმე ერთი მხრივ ის რაც განზოგადია, რაც მოითხოვს მე სხვადასხვა რაღაცა დისციპლინას, რუტინის ერთგულებას და არის მეორეც, ხო? ეს როცა მოძრაობა არსებობს, სადაც უკვე არსებობს გარკვეული წარმოდგენები საზოგადოების მოწყობის შესახებ, ისიც მე განაპირობებს, ხო, გარკვეული თეორიული პერსპექტივას განაპირობებს მე მოქმედებების არეალსაც, ხო, ის უკავშირდები კათოლიციზმურ რეგიონებთან ურთიერთობას, ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური საკითხი. შემდეგ უკვე ეს არის პოლიტიკური საკითხი ხდება, ხო, ამ მოძრაობისთვის, რატომ არის რეგიონში ყოფილი ხალხთან კავშირის დამყარება მნიშვნელოვანი. და
მეორე პერსპექტივა არის, როდესაც იწყებ პრაქტიკული ამოცანა საბოლოო ჯამში და რაღაც. და მაგრამ მოქმედებით არ წავს თეორიით და იწყებ მერე ძებნას პრაქტიკაში მაგალითების, რომელიც შეიძლება დაგითხოვოს ამ თეორიის განვითარებას. თქვენ როგორ ამ პროცესს ხედავთ ან სისუსტეებს ხედავთ არსებულ პლატფორმებში, ხო? მაგალითად მოდამ თქვა, რომ კითხვაზე როგორ იყოს საქმე ადამიანმა ერთ-ერთი ცენტრალური ინსტრუმენტი, რასაც ხშირად ახსენა, იყო ჯგუფი. რომ არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელსაც შეიძლება შეუერთდეს და რაღაცა ეს თავისი საქმე იმ ჯგუფთან ერთად იპოვოს. ან შეიძლება არსებობს იდენტიფიცირებული საქმე ამ ჯგუფის მიერ, როგორც თუმცა აწერდა ხო, რომ და შენი როლი იყო ამ საქმეებში. სხვა ინსტრუმენტები შეიძლება არსებობს. შეიძლება მე მაგალითად ინდივიდუალურად ერჩივოს რაღაცები ვაკეთოთ და ეს არ იყოს აქციაზე რაღაც კეთება, ეს არ იყოს აქციის ფორმით რაღაც კეთება, არამედ შეიძლება იყოს მაგალითად ინფორმაციის გავრცელება რაღაცა აპი, რომელსაც მარტო ვაკეთებს, აღარ ვაკეთებ და ვიცი რომ ამას რაღაც ეფექტი აქვს. მაგრამ ჩემთვის ფორმალურ შემოქმედებისთვის შეიძლება მეზობლებთან ურთიერთობა იყოს პროფესიონალი, რომ მეზობლებს გააგებინოს, რომ არსებობს ვარ სატელევიზიო არქივიც იმგან გასწავლით, რასაც თვითონ ვუყურებთ, ხო, ეს იყოს მისი როლი და მეტი არ არის. მაგრამ ამასაც დიბუშო. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ამაზე დავფიქრდით და რაღაცები გავიაზრეთ, გადავიაზრეთ და წერილობითაც ესე წარმოგვიდგენთ თუ შეიძლება ხო, ვეცდები მოვარგო დისკუსიას. ზოგადად რომ დავსვათ კითხვა, რატომ არის საჭირო, არის თუ არა საერთოდ საჭირო დეცენტრალიზაცია როგორც ერთგვარი დეფოლტ პარამეტრი. ანუ ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნის, ჩვენ გვესმის რომ დეცენტრალიზაცია არის ბევრ რამეში ეფექტური რამ, ტრენდულიც არის galopens კონცენტრაციაზე უძვის ბიუროკრატიულ მომენტებს, მაგრამ არის თუ არა ის default პარამეტრი, ასე ვთქვათ, რომელიც ეხმარება თუ ეს უბრალოდ პოლიტკორექტული პარამეტრია, რომელსაც ვინაც ჩავეჭედოთ, იმიტომ რომ გძევადიანად ეს დადებითი შედეგის მომწამია და ეფექტურობის უზრუნველყოფა. რომელიმე დიდი ბრძოლა მოგებულა დეცენტრალიზაციაზე ნაყოფი, თუ დიდი ბრძოლები ცენტრალიზებულად იქნებოდა. მე კითხვას რომ მე არ ვცდილობ ცენტრალიზაციის ლოგიკას. მე უბრალოდ მინდა რომ ეს დისკუსია ამ კუთხითაც დავინახოთ, ხო? ხომ არ არის ისე რომ ჩვენ ზუსტად ცენტრალიზაცია გვჭირს. ანუ ჩვენ საკმაოდ კარგად ჩვენს ორგანიზმებით პატარა ჯგუფები. კი გვიჭირს კოორდინირება და აქ სამუშაო, აქ არ დავო დეცენტრალიზაციას ჩვევია ეფექტური კოორდინაციის მექანიზმების შექმნა. მაგრამ კოორდინაცია კი ბატონო, მაგრამ მასშტაბირება, იდეის მასშტაბირება, პროტესტის მასშტაბირება, მის კონცენტრაციას როგორც გამოსვლელი ამბობდა, ხო? რომ უფრო ძლიერი ხმა იყოს, ხო? და ხშირად შეიძლება ჭირდებოდეს სწორადაც ცენტრალიზება მისი. რაც არ უნდა არაპოპულარულად ჭრებდეს ეს ფრაზა. ნაპოლეონს არაჩვეულებრივი მარშალები ჰყავდა, რომლებიც ლოკალურად კარგად მოქმედებდნენ, მაგრამ იგებდა ბრძოლას ნაპოლეონი. ხო, ჩვენ ნაპოლეონი არ ვყავს, მესმის, მაგრამ ეგ აღნიშნავს, რომ ცენტრალიზება ბრძოლაში ეს რაღაცა ბრაკია, რომელიც უნდა იყოს რაღაცა გვერდი გადაწეული. ან თუ ბრაკია და იქნებ გამოსვლება ამისას, ან ვინმე, რომ ეს არ ვარ გადაუნდა ვიფიქროთ. ბრაკია ერთ-ერთი იმიტომ, რომ დაიჭერენ ერთ თუ ადამიანს ტრაბლეს და ეგ იქნება ნორმალური პოვიან არა
რისკები ცხადია რისკები ყველასთვის, მაგრამ რეალურად რო ჩავხმარდეთ თუ იმედია პირდაპირულად არ იქნება თქვა. უსაფრთხოების გარკვევა არის სხვა ცენტრალიზებული აუცილებელი და ორგანიზების კომპონენტები აუცილებელია ზოგადად პროცესში, მაგრამ თუ ამ დეცენტრალიზებულ გარემოში არ არსებობს თუნდაც პატარა ჯგუფები, რომელიც რაღაც ცენტრალიზებული მექანიზმით პერიფერიული და აქვს ასე ვთქვათ ის წესრიგი თავისი ყოველდღიურად მუშაობენ, იკრებენ ადამიანებს და ასე შემდეგ. ხოლო დეცენტრალიზაციაზე დაგეგმვა იწვევს იმას, რომ უბრალოდ ემოციებით იმართები და არ არის არანაირი ასე ვთქვათ ხედვა საკითხი. მეორე კომპონენტი არის მასშტაბირების კუთხე და ეს დეცენტრალიზაციულ სისტემაში მოხვედრა ბევრად უფრო დანახარჯიანი ადამიანისთვის, ვიდრე ცენტრალიზებულ რაღაც ჯგუფში შეუქმნათ. იმიტომ რომ ცენტრალიზებულ ჯგუფში იცი, რომ პასუხისმგებლობა უფრო იქით არის, დობა უფრო მარტივად იცი მინაკეთებს ასაკეთებს და რისკი ნაკლებია შეცდა. ბევრი თქვა დანახარჯი როგორც გარემო ადამიანს ჩართვისთვის არ აქვს. და დეცენტრალიზებულში უნდა გაიგოს, თვითონ და აიღო რისკი, ან ბევრად უფრო დანახარჯიანია ადამიანისთვის დეცენტრალიზებულ მექანიზმში ჩართვა, ვიდრე ცენტრალიზებულში უბრალოდ ფოლოვინგი, ასე ვთქვათ, მაგჯგუფის. აქ გამიგროთ ჩემი აზრით, ანუ აუცილებელია ცენტრალიზებული მექანიზმებიც და ცენტრალიზებული ჯგუფებიც. ცენტრალიზებულს მანდელს აქვს რაღაც მაგრამ გაცხადებული ჯგუფები, რომლებიც აქამდე მუშაობდნენ და უკვე პროტესტის დროსაც იქნებიან უფრო აქტიურები და მიმართულების მცემები საზოგადოებისთვის. და მეორე კომპონენტი უკვე საბოლოოდ თუ მასობრივ ჩართულობას ვამბობთ, მასობრივ ჩართულობაში ყოველთვის არის თვითორგანიზების და დეცენტრალიზაციის კომპონენტი და ეგ კომპონენტი თუ უფრო მეტად იქნება ორგანიზებული, რაღაც სისტემით რა თქმა უნდა უკეთესი. ეგრევე ხედავ ამ ახალ სინერგიას ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზაციულ კომპლექსებში. შემთხვევაში არის ხოლმე ერთმანეთში უბრალოდ დეცენტრალიზაციას და კონგლომერატს. და კონგლომერატს, ანუ კონგლომერატს და დეცენტრალიზებული სისტემა, ერთი სისტემა უბრალოდ ავტონომიური კვანძილისგან შემდგარა. რომელსაც აქვს საერთო თამაშის წესები. ეს არ არის უბრალოდ მექანიკურად რაღაცნაირები მაგიდაზე დაიყარა და რაღაც შემთხვევით სიმბოლური აქვს. დეცენტრალიზებული სისტემა არის ერთი სისტემა, ბევრი ერთზე მეტი ავტონომიური კვანძილებიდან შემდგარი. ისევ და ისევ, რომელსაც აქვს საერთო პროტოკოლის საერთო თამაშის წესები და ეს საერთო თამაშის წესები მის საერთო ველს სადაც ნებისმიერ ამ ჯგუფს იმ თამაშის წესების მიხედვით შეუძლია რაღაცა დაინიციოს. შესაბამისად სხვები აინფორმიროს და შექმნას ის ეფექტი, რომელიც სისტემას გააჩნია. ხო, სისტემა არ არის ელემენტების უბრალოდ ჯარი. ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ამით განსხვავდება სისტემა ნებისმიერ სხვა რაღაცა. ხო, საათის ელემენტები უფრო მეტი რამეს ქმნიან სწორი ურთიერთქმედებით, ვიდრე უბრალოდ მათი მექანიკური ჯამია. ხო, გვაჩვენებენ რაღაცა დროს, რომელიც სუბიექტია. ამდენად ეს არის ხოლმე სუბჟეოლოგია, რომ დეცენტრალიზაციას როცა იყენებ, ეს უბრალოდ რომ რაღაცა ეს არის შემთხვევით ჩაკერი. ერთი ეს მინდოდა. მე ვთქვით, რომ ითქვა, რომ პატარა ჯგუფები კარგად თვითორგანიზებდებიან. ხო, იმიტომ რომ შიგნით არსებობს ანუ ჩვენი ორგანიზაციის თვითორგანიზაციის მასშტაბი და ასამბლეა საჩვენა მისმა ასე ვთქვათ მისი მისმა მაგალითად წარმატებულის მოდელმა გვაჩვენა, სადაც მარცხი გამიცადეთ, იყო ის, რომ დიდ ჯგუფები შიდობის პატარა ხარისხი და ვერ მუშაობს უბრალოდ. საქართველოში მაქსიმუმ მუშაობს 3 და 9 ადამიანში. ამიტომაც მასშტაბი, რომელზეც ვლაპარაკობთ, არის სწორედ ორგანიზაციის არის ეს. რაც სხვათა შორის ეჯაილში, სკრაპში წესია. 9 მაქსიმუმ თუ ამები ადამიანები, 9 ადამიანები სკრაპში. ამიტომ ეს ერთეულები რომლებიც კვანძები ამ ქსელის სწორედ აი რაზეც ლაპარაკობდი და შეგვიძლია არის აი ცაკაცის ერთმანეთში სულიად შედახვებული და კარგად ესმიან და ესმით და სულ საჭიროა მინიმიზაცია და შემდეგ.
უდობაზეა სწორედ დაფუძნებული, მაგრამ აი ამ პატარა ჯგუფმა როგორ თანაშრომდება. რომ რაც არ გულოყარებობს კარგი გადასაჭრელი შეებას, მაგრამ ის შეებას გადასაჭრელს არ გამოდის სულ ძალიან ძვირდოდეს ფაქტია, რომ არც ბუნებაში სამყარო ევოლუცია მაგით გადაჭრა, რომ ბევრი ექსპერიმენტი მიდიოდა და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პროგრესთან საჩვენა არავინ არ იცოდა რომელი იყოს სწორი და არ იცოდა არ ვიცნობია სწორი, იმიტომ რომ ყველა ის მაგალითი რომელიც წარმატებული იყო ავტოკრატიულ მშვენიერ ისტორიას. საქართველოს ვარდების რევოლუციაზე, პირველი უკრაინის რევოლუციაზე, ბელორუსში მოახერხეს ეს გამოცდილებები აიღოთ და ბელორუსში წარმატებულად ავტოკრატია კარგად დაუპირისპირდა. ჰონკონგშიც წარმატებულად აი ეს უზარმაზარი რაღაც პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარული იყო, სადაც აღწევდეს ლიკვიდ სუსტასკორპანული მაგიდან საგრძელებლად უნდა ავიღოთ. იგი დასტაულია, ამიტომ კიდე რაღაც ახალი მომწევს და უბრალოდ ეხლა გადავიდე დავასრულო. რასაც დათვალიერდა, რომ დავამზადე ჯეოლოგია, იმიტომ რომ არავის პასუხები არ აქვს. უბრალოდ არავის არ აქვს პასუხები. და სულად ლოგიკური კითხვა, რომ ჭირდება კიდე ცენტრალიზაცია, რატომ ხარჯავს, იმიტომ რომ თავისი ანუ ყველა სისტემას აქვს თავისი პლუსი და მინუსი, ხო? და იქნებ რაღაცა სხვა არის ესე. კი ბატონო, უბრალოდ თავაზობთ, რომ ამაზე იყოს საგნობრივი მსჯელობა, რომელიც რაღაც მოდელს დადებს, იმიტომ რომ არის რისკი იმის, რომ რისკი კი არა, იმედი გვაქვს, რომ ისევ მოხდება საზოგადოებრივი ენერგიის აკუმულაცია, როგორც მაგალითად ეს იყო შემოდგომაზე შარშა, და როდესაც ეს მოხდება, ისევ რომ არ გაიფართოს ეს ენერგია, თეორიულად მაინც ხონდეს რაღაცა მოდელი, როგორ შეიძლება ამ ტალღამ რაღაც თავისი თქვა გარდაიქმნას ამ ენერგიულ რაღაც ენერგიულ შეერთებას მაგრამ გარდაიქმნას რაღაც შესაბამის ასე თქვა შედეგი. მეც პასუხობრივი სიტყვით რომ გამეორება დათმაშა დეცენტრალიზაცია აგვეროს ფრაგმენტირებულობაში და დაცახსულობაში პირიქით. დეცენტრალიზება ეს არის სისტემური რაღაც მრავალკვანზიანი ერთობა. აი რამდენიმე მაგალითი არის ჩვენი ეხლა მევთხე ინდუსტრიული რევოლუციიდან, რომელიც შეგვიძლია მოიხმაროთ. ერთი მაგალითი არის, რაც ყველა ვიცით, ვიკიპედიის მაგალითი. რა თქმა უნდა, ვიკიპედიის კოდი, რომელიც აწერინებს და აძლევს ადამიანებს საშუალებას შექმნან სტატიები, ყველასთვის ერთი და იგივეა. ესე თუ შეხედავთ, რაღაც განსაზღვრებით შეიძლება თქვათ, რომ სუპერცენტრალიზებულია, იმიტომ რომ ის ძირეული კოდი ყველგან ერთი და იგივეა სისტემურ დონეზე. მაგრამ დეცენტრალიზაცია სწორედ იმას გულისხმობს ჩვენ, რომ ამ ვიკიპედიის შემქმნელები, თანაშემქმნელები არიან სულ სხვადასხვა ერთმანეთთან შეიძლება რადიკალურად შეუთავსებადი ჯგუფები თუ ინდივიდები, რომლებიც ამ სტატიებს ხედავენ, საბოლოო ჯამში იქნება პროდუქტი, რომელიც ყველასთვის არის გამოსადეგი და უმჯობესიც არის რაღაცით ცენტრალიზებულ, მანამდე ცნობილ და ადაპტირებულ და ასრულების განმავლობაში გამოყენებულ მოდელებზე ენციკლოპედიას. მეორე მოდელი, რომელიც გამოიყენება ამავე IT სფეროში, არის open source პროგრამირება, როდესაც სხვადასხვა ჯგუფები ერთობლივად ქმნიან რაღაც პროდუქტს და რა თქმა უნდა, იქ ძლიერი რაღაც ცალკე ორგანიზებული ჯგუფი თუ არის, რომელსაც შეიძლება შიდა სტრუქტურა სრულიად ცენტრალიზებული და იერარქიული ჰქონდეს, მათ შეიძლება მოახდინონ გავლენა ამ პროცესზე, იმიტომ რომ სხვებზე უკვე სტრუქტურირებულები არიან და მათი შტო განვითარების პროგრამული პროდუქტის შეიძლება უფრო სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდეს ამის ხარჯზე და ესევე შეიძლება წარმოიდგინოთ პროცესშიც, რომ გარკვეული ჯგუფი ან ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებენ და შეიძლება შიდა სტრუქტურა აქვთ როგორიც უნდათ, მაგალითად ძალიან იერარქიული და ძალიან ცენტრალიზებული, მათ შეიძლება შემოკრება და კოალიციაში შემოყვანა სხვა ფრაგმენტირებული ჯგუფების უფრო უკეთ ვიდრე დანარჩენს. უბრალოდ ამის დეცენტრალიზებული მოდელის სინამდვილეში ცენტრალიზების რეალიზაციის საშუალებასაც იძლევა. ამით არის აღმატებული მასზე, რომ მას მოიცავს უბრალოდ. ის ხდება მისი ერთ-ერთი ვარიანტი და ნაშთოება. და აქ იყო კიდე კითხვა ასამბლეის და ზოგადად საპროტესტო მოძრაობის შესახებ და ასამბლეაც არის ერთ-ერთი მექანიზმი, როგორც შეუძლია სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს სტრუქტურირებულად მივიდნენ რაღაც
არ აუცილებლად საერთო გადაწყვეტებამდე, არამედ გააზრებულ რაღაც განხილვებით, დიალოგით და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით მიღებულ რაღაც გადაწყვეტებამდე, რომელთა გარშემოც სხვადასხვა ჯგუფები შემოიკრიბება, შეიძლება რაღაც ერთ გადაწყვეტას შეიძლება დიდი კოალიცია შემოიკრიბოს გარშემო, მეორე შედარებით მცირე, მაგრამ ეს არის საზიარო საზოგადოებისთვის და უკვე გავლილია გარკვეული ეს განხილვების დელიბერაციის გარკვეული მექანიზმი, რომელიც მას უფრო სტრუქტურირებულს ხდის. ასამბლეა არის ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ შეუძლია აიღოს და პირდაპირ მექანიზმი გამოიყენოს. სხვა მექანიზმებიც არის, მე ვიცი, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის თავისი შიდა დემოკრატიული მექანიზმები აქვს შემუშავებული და გადაწყვეტილების მიღებას ყვებავს აი ამ შიდა და აძლიერებს ამ შიდა დემოკრატიული მექანიზმები. სხვა წარმატებული მაგალითებიც არის უკვე აი ეს ტექნიკურ დონეზე როგორ შეიძლება ეს რომ განხორციელდეს და ამას ყველაფერს განხილვა უნდა ჩვენ რაღაც წინასწარ ჩატარებული გვაქვს მაგალითად პოლისის მაგალითი არის საკმაოდ წარმატებული როგორ შეიძლება რომ კოლექტიური აზრი რაღაცნაირად გამოჩნდეს გარკვეული რაღაც მათემატიკურ-სტატისტიკური ტექნიკების გამოყენებით და გაირკვეს ჩვენ ერთად რა უფრო გვინდა, რა უფრო გვაინტერესებს. ისე რომ ეს არ იყოს მაინდა-მაინც ზემოდან ქვემოთ წამში და პირიქით მაქსიმალურად ქვემოდან ზემოთ იყოს, მაგრამ იყოს ხილული, რომ აი ამ იდეის თუ ამ მიდგომის გარშემო აი ადამიანები საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა და მათ აქვს მექანიზმები მე როგორ მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება, კოლექტიური გადაწყვეტილება. ამის ეს ახლა ძალიან აქტიური კვლევის სფერო არის, მათ შორის ევროკავშირში რამდენიმე დიდი პროექტი არის ჰორიზონის პარკლებში აი ამ დელიბერაციული დემოკრატიის მექანიზმების განვითარების. მაგრამ რაღაც მექანიზმები უკვე არსებობს ეგრეთ წოდებული თხევადი დემოკრატია, liquid democracy, თავისი ინსტრუმენტარიუმით. არსებობს მრავალორგანული, მულტიორგანული სორტიციის მექანიზმი, როგორ შეიძლება განსხვავებულმა ჯგუფებმა დროებითი კომისიების შექმნით და გარკვეული მექანიზმების, ძველი ათენიდან ასესხები მექანიზმების მოდერნულად გამოყენებით იპოვონ რაღაც საერთო ქმედების გზები და მარშრუტები და მე ამ გზაზე თანამდებობად იარონ. და კარგი იქნება თუ მათ შორის ამ მექანიზმების გამოყენებითაც შევეცდებით რაღაც დიალოგს და რაღაც ქმედით თუნდაც ძალიან მარტივ მოდელამდე მისვლას.